Так, იყო რამდენიმე შეკითხვა, რა შეიძლება გამოვიყენოთ პეტრის ფინჯნის ნაცვლად. ძალიან რომ გავს ახლა სახლშიც არაფერი არ აღმოჩნდა და ბაზრობაზე რომ გავედი, აი ესეთი დააკვირდით. ბანკა ვიპოვე. თავის თავსახურიანად ღირს 1 ლარი. აი პეტრის ფინჯანს ძალიან გავს. უბრალოდ სიღრმე ცოტა მეტი აქვს პეტრის ფინჯანზე. ეხლა ამაში შიგნით არის პლასტიკური თავი, რომელიც ეჭირება ჰერმეტულობისათვის. ეხლა ასეთი რამ. ანუ აი ეს ბანკა, რა თქმა უნდა, მრავალჯერადი პეტრის ფინჯნის მაგივრად შეგიძლიათ იხმაროთ. ის უნდა გასტერილდეს 180 გრადუსზე 90 წუთის განმავლობაში. ჩვეულებრივ ელექტროჰაერ ღუმელში დავაყენებთ 180-ზე, მერე 90 წუთზე. ხოლო რაც შეეხება ამას, აი ამ პლასტმასის გამო არ შეიძლება მისი გასტერილება ესეთივე მაღალ ტემპერატურაზე, ეს უბრალოდ უნდა გამოიხარშოს 100 გრადუს ტემპერატურაზე მდუღარე წყალში და შემდეგ ამ წყლიდან უნდა რაღაცნაირად ასევე რაიმე პინცეტი მოვათავსოთ შიგ მეტალის, რომელთაც ამოვიღებთ და შემდეგ გავაშრობთ. ეხლა მთავარია, რომ აი ამ დამუშავების პროცესში შიდა ზედაპირებს არ შევეხოთ და შიდა ზედაპირები იყოს სტერილური. აი ასეთი რამ. ამის მერე მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება პეტრის ფინჯნად. მსგავსი ჭურჭლები გამომიყენებია და ჩვეულებრივად გაზრდილა. ეს კი არა. დღეს ამას რო წავაწყდი, ისე გამეხარდა 5 ცალი ვიყიდე, იმიტომ რომ მრავალჯერადი პეტრის ფინჯნები მეც ბევრი დამემტრო, ეხლა ერთი 10 ცალი გადამრჩა. და ვაპირებდი ყიდვას, მაგრამ ეხლა ეს ლარად რომ ვიყიდე, ლარად პეტრის ფინჯანს ვერ იყიდით. ასე რომ, თქვათ, ბაზრობაზე შეგიძლიათ ეს ნახოთ. სულ რაღაც 1 ლარი ღირს.